დილამშვიდობის. Ამოჭება. ჩემი გოგო იმით მოდის რა ქვია ბაღში წიგნით. ამოჭება. Hi. კარგად გია. დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? წავთვალში ჩამივარდა დილიდან. ჩემს გოგოს მოაქვს წიგნი, ბაღში აჩვენედით იყო წიგნი. რომ ბაღში წაუკითხოს მასწავლებელმა მასაც და სხვებსაც. ხანახეთ როგორი საყვარელიც რამდენა მაქვს. წაუკითხოს და მეც წაუკითხავო. ჩვენ წერა კითხვისთვის მომზადებული ხალხი ვართ. 8 უკლია 20. ველოდებით მარშრუტკას. ნახოთ რამდენ ხანში მოვა. Pravda? Turse konturi გამოვიწყდა. აქ მაგდროუნ წავის. ის არ ეგონა ახლა მე აქ რომ მოვიდოდი. Hi მეგობრებო. როგორ ახალ გოგოები. 20 წუთია მოვედი. 20 წყალი გადავივლე, იმიტომ რომ აუტანლებ მდგომარეობაში ვდივარ ხოლმე. ხოდა ყავა უნდა დავლიო მარიკოს დაეძინა და ყავა ისენი და აი გეფიცებით ჭკუა თუ მომეკითხებოდეს მოიცათ როგორ ყავა ვიყიდე ცოტა მქონდა და ვაიმე მეთქი თუ არ მეყო დღეს და ეგრევე რადგან მე ყველანაირ ყავას არ ვივირთმევ ნალექიანზე მაქვს საუბარი და ისე ამორჩევით ვიცი ხოლმე ყავის ამოჩემება და ჩემესობას მოაქვს აქ მაღაზია აქვს და სულ მანდ ყიდულობ ხოლმე უკვე წლებია და ანუ ერთი და იგივე გემოზე რო ვარ მიშვეული ხალხო რომ მოვკლათ მე სხვა გემო ვეღარ მომწონს დღეს გეგმავდი მეთქი გავივლი რაღაცა საჭმელებს ვიყიდით ხო პროდუქტებს უფრო სწორად ვიყიდით ხო და ანუ მარიამი მოიჩხვარა აი ესე იყო მეთქი მივხვდი რომ ვერ გავივლიდით ახალით უნდა მეტარებმა მთელი მაღაზიები და სიმართლე ფაქტისები დაღლილი ვარ ხო ეხა მარიამის ტარებას ეხუმრებით აკიდებული პროდუქტებზე და მორბენალი გვანცა ხო წარმოგიდგენიათ და ბავშვა კიდებული რა ლამაზი სანახაობა იქნება. რატო ვარ ასეთი გათიშული ამ ხელიდან? რა გამთიშა ჩვენ მოვძებნოთ მარიამის ელემენტს ჩემო მეწყვილო მდიროლი მაჩუქა მე არა მარიკოს პროფესორად ორნაირი საზამთრობო აქვს ხო და სუსტად არ მახსოვს რომლის გემო უფრო მომწონს მე მგონი ამის არის უფრო დომინანტური გემო და ამის ნაკლებად უფრო ლაითი ხო და თქვენ რომელი მოგწონთ ნახოთ ხვალ ორივე უნდა გავსინჯო რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტად რომლის გემოა უფრო ისეთი ინტენსიური მოდი დავლიოთ გრიპის საწინააღმდეგო რომელიც დღეში ორი უნდა დავლიოთ მაგრამ მე ერთს ვსვამ იმიტომ რომ ეგრე მომიწია ცხოვრება სიმართლეობითად მოვიწყდება კაცების წამალია ხმა ისევ ხო ხედავთ წყლის ძალა მოგვცეს ღმერთმა გოგოებო ეხლა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ მანდარინი
რომელიც გვაჩუქეს მარშრუტკაში. იფიქრეს რომ მარიკო მიერთმევდა, მაგრამ მარიკოს თვალები უკვე ჰქონდა და ეს 3 ლარი ღირსო. ხო და ნახოთ როგორია დავტესტოთ. მგონია რომ ძალიან მჟავე იქნება. ასე ლიმნის გემო უფრო იქნება ხა ვიდრე მანდარინის. ეგეთი შეგრძნება მაქვს მე. ეხა ფერითაც ალბათ ხვდებით, რომ თლად. ისეთი სიტკბოება არ იქნება. ხა მე დიდად ტკბილი ხილი მაინც და მაინც რა ვიცი, ხა ცოტა მჟავე მირჩევნია, მაგრამ რომ დაგიმალოთ უფრო ძვირი მეგონა, ანუ 3 ლარზე მეტად ძვირი მეგონა და გამიკვირდა. არ ღირს ძალიან ძვირი. იმასთან შედარებით ხალხო, რა ფასიც ღირს. ხილი, აი უბრალოდ მე არ ვიცი რანაირად უნდა შეძლოს ოჯახმა სრულ ფასოვნად მიიღოს ხილი. მოდი ხორცი არ ვილაპარაკოთ, ხილი ვერ მიიღებს. აი ნახეთ, აი ხო არის რომ სეზონური ხილი მივირთვით მაგალითად ოჯახმა დაუშვათ გეუბნებით. სეზონური ხილის მირთმევა ისეთი ფუფუნებაა. სეზონური ხილი ხა ერთ სახეობას თუ იყიდი ერთხელ ეგ კიდე სხვა რამეა, მაგრამ აი ესე სრულფასოვნად ხილის მირთმევა, რომ თქვათ ალუბალი მივირთვი, ამ სეზონზე ეს მივირთვი, იქ ბალი მივირთვი, იქ მალინა მივირთვი, შეუძლებელია. ვინმე ამას მოკვდავით ვახერხებთ ჩემგან ტაში, იმიტომ რომ თუ იყიდი ერთხელ და ცოტას, იმიტომ რომ იმდენად ძვირი ღირდა, მაგალითად, ეხლა წეღარაც ჩამოვთვალე, რომ აი სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ხო, მაგალითად ოჯახში, რანაირად უნდა იყიდო, ეხლა მე თქვენ მაინტერესებს მითხრათ 1 კილო. აი მაგალითად ბალი 1 კილო როგორ უნდა იყიდო, სადაც სახლში ხართ 4-5 კაცი. აი უბრალოდ მითხარით რანაირად. როცა ღირს პირობითად, რა ვიცი, 13 და 14 ლარი. თუნდაც 10 და 8 ღირდეს. აი რანაირად უნდა იყიდო რა, აი რანაირად არ ვიცი. ჩემი ხალფასის ნახევარი ფაქტობრივად რომ ვინდომო ხილში დავხარჯებ ჩვეულებრივად უპრობლემოდ. რომ მოვინდომო ხოლოდ ხილში. ვაიმე რატო არარეული მოიცათ ჩუქი. ვიტანოთ ჩვენი ყავა. თმას არ ვიშლი. კი ვიცი ძალიან ისე ვარახ გამოვიყურები, მაგრამ ჩემები ხართ მაინც. მიჩვეულები ხართ, რომ ამ გაციების ჟამს ახლა თავზე რომ მოვიხსნა. ყველაფერი. აი მე რა ვიავე იყო. ყველა ვარიანტი უნდა გავიშრო გოგოებო, თუმცა აი ხა ფენს ვერ ავაფხვილებ და ყოფილმა სიცხიანმა ეხა ეგრე თავმოხდილი ვერ ვივლი. ხო და რა ვიცი, ქუც კიდე ვერ დავიფარებ და მე სუნი ფანტასტიკური. ფანტასტიკური, მაგრამ ეს არის საკმაოდ მჟავე და ბავშვებისთვის არ გირჩევთ გოგოებო, არანაირად ჯერ. გურისით ბუთქუცაა. მე ამის გაბრცქვნაზე გიჟდები. ვის გიყვართ კიდევ აი ამის ბრცქვნა. მე დედა ვერც ხსნით. ვალა. ხა დავაგემოვნოთ და ვნახოთ მასეთი მჟავეა თუ მე მეჩვენება. წეღან რომ ცოტა გავგლიჯე კბილით. აი მე ამასაც კი ვერ ვაცლე ხალხო, ისეთი უკრივია. უიჯერ ვარ ყოფილა საათი. რადგან დღეს მორიგი არ ვიყავი და ტრანსპორტსაც მივუსწარი. იმიტომ ნორმალურ დროს მოვედი. ამას თუ ნორმალურ დროს დავარქმევთ, რა თქმა უნდა. მოდი ნახოთ ერთი რა გემო აქვს. ვაიმე გიჟდება ეს რომ გადაიბრცხნება ხოლმე. ნახოთ აბა. აუ. ვაიმე მიშველეთ. აბას ვერ შევჭამ. უბრალოდ ვერ შევჭამ. კბილები მომეჭრა უკვე. არც ერთ ცალი შევჭამე. ძალიან მჟავია.
და ბარემ ლიმონი იყიდეთ, ვისაც ძალიან მჟავე გინდათ, იმიტომ რომ უზომოდ მჟავეა. რა თქმა უნდა, ზედაც ეთყობოდა მჟავე იქნებოდა, მაგრამ მთლად ასეც არ ველოდებოდი. გაიარა სისხლში. ერთხელ გორში ვისვენებდით. ქიწნიში. ხო, მამიკოს, მამიდაშვილი ცხოვრობს იქ და ოჯახით ვიყავით წასულები. იქეიფეს ყველაფერი და რატომღაც გადაწყდა, რომ გვანცე იქ უნდა დარჩენილიყო. ძალიან პატარა არ ვიყავი. ხო, 4 და 5-ის კი არ ვიყავი, დიდი ვიყავი რა, მაგრამ პატარა რა, მაინც. სკოლის მოსწავლე ვიყავი. ხო და ეს არის. უბრალოდ გვანცე უნდა დარჩენილიყო იქ. არ ვიცი, ეთყობა მე მინდოდა თუ რა მოხდა ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ გვანცე დარჩა დასასვენებლად გააგრძელა ეხა იქ ცხოვრება. რომ მოდიოდნენ ჩემები, მახსოვს რომ აი ხალხო ეგ დღეც როგორ მახსოვს. ეხა რომ ამ ვიდეოს ვწერ და ვიცი რომ წერ და ხვალ არ დამავიწყდება ჩავწერე თუ არა, აი მაგაზე კარგად მახსოვს. და გამოვეკიდე მაქანასტირით. უკვე სად გაიქროლეს, მაგრამ მე გამახსენდა რომ უიდე და აღარ მინდოდა დარჩინა თუ რაღაცა და შემიყვანეს მე საჭკაც გადამავიწყდა გავაგრძელე კარგად ბედნიერად. თითქმის ჩემზე ცოტა დიდი, მაგრამ ეს თანატოლებივით ვიყავით რა. სახლში ვნებით ვიყავით, შესაბამისად ძალიან არ გამიჭირდა მოკეთი ყოფდა და მივდიოდით, რავი დამასერინებდნენ აქეთ-იქით და მოგვიტანეს ერთხელ მანდარინი. და ოღონდ ხალხო, ნუ არ ვიცი რა დაგვემართა. ადრე არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა ეს ისტორია. იმდენი მანდარინი ჭამეთ, იმდენი. ეს არ არის ხალხო 5 და 8 წელზე საუბარი. ვედრით მივირთვით, დიდი ვედრით. მე და ჩემანათესავმა გოგო რის შედეგადაც მთელი ღამე კატებივით ვარწყევდით. მთელი ღამე. გქონდა ღებინება, ვიყავით ძალიან ცუდად ორივენი. არდან ჩაპარებული ბავშვი ვიყავი ახლა და ხო და ეგეთი პატარებიც არ ვიყავით ახლა აღუები რომ მაგდენი ტვინი არ გქონოდა რომ მაგდენი არ გვიჭამა, მაგრამ არ ვიცი რატო ჭამეთ. ახლა რო დავენახეთ იდეაში ამდენს არ გვაჭმევდნენ არც ერთ ვარიანტში. სავარაუდოდ ჩუმად ჭამეთ, არ ვიცი. მასე ძალიან არ მახსოვს. და აი მე ღმერთო როგორ მახსოვს, რაც სუდად ვიყავით და აი ეგ მომენტი მოკეთი ყოფნის ეგ კვირა თუ რაღაც არ მახსოვს რამდენი იყავით, ისე კარგად მახსენდება. იმდენი თბილი მოგონება დამრჩა, იმდენი რომ აი არ ვიცი, ვერ აგიხსნით ძალიან და სამწუხაროდ ახლა მოკლებულები არიან ბავშვები მაინც და მაინც ესე დიდად ხო მამის მამიდაშვილთან არ ტოვებენ ბავშვებს ახლა მაინც და მაინც აღარ არის ეგრეთ და შეიცვალა ხო ყველაფერი. რა ვიცი, საიდან მოიტანეს ამდენი მანდარინი, ალბათ გვიყიდეს, რა ვიცი. რას არ მოიდგენთ ჩვენ რომ შევჭამდით სულ. ახლა რა ის ვედრით იყიდით ხალხო? რა ვედრით? იყიდით 3 ლარი რო ღირს. აი რამდენი მოვიდოდ ახლა იმ სამლარში ხო? და რამდენი ოჯახი არის რომელიც მანდარინამდე უბრალოდ ვერ მივა. ვერ მივა. იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტია პური. ჩაი, საჭმელი. და საცალიათ დედებს, მამებს, საცალიათ რომ მივიდნენ ხილამდე, ისეა ისეთი გაჭირვება. აი რომ გადაიტენება ხოლმე მაღაზიები. აი სად არის გაჭირვება რაღაცა ხანდახან მეც მithქვამს ხოლმე, რა ვიცი ხომ გადატენილია მაღაზიები და მაგრამ იმ მაღაზიაში მე ხომ მეც ვარ. ხომ მე შევდივარ. ეს ხო ყიდულობ.
მაგრამ ეს წინახوار ჩამოცვიდა ის ფული, ხო, აი გადავდე მოვაგროვე რაღაცით ვიყიდე, ხო, რა ვიცი, რაღაც არ აქვს მნიშვნელობა რა. ხო და ეგრე შედის უმრავლესობა. ძალიან ჭირს საქართველოში. ემიგრანტებზე დგას ქვეყანა თქო რომ აბობლამის წიხლით მცემო და არ დგას. ეხა არ მითხრათ რომ არ დგას, არ დგას. რამდენი ოჯახი არის ემიგრაციაში და რამდენი ოჯახის წევრი გზავნის ემიგრაციიდან საარსებო მინიმუმს ხალხო ფუფუნებაზე ვეღალაპარაკო. რა ფუფუნებაზე ხმა არა მოგვეღება. ელემენტარულზეა უკვე საუბარი. რა ის ფუფუნება? ფუფუნების საერთოდ როგორ ილაპარაკო? უკვე ერთეულების ამბავია ეგ. ახლა ძალიან გაჭირდა ცხოვრება. აი ძალიან და ისე გული მწყდება ხალხო, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას, აი არ ვიცი. ბიჭო, ყველა თავის ჯიბეზე რო ფიქრობს, აი ყველა არ კონტროლდება ბაზარი. აი ახლა ნახეთ. არ კონტროლდება მაღაზიები, ხა აი პროდუქტებზე ვსაუბრობ რა. არაფერი არ კონტროლდება. ფასები აქ რო არის დაუშვათ 3 ლარი, იქ არის 15, ანუ ვერ გაიგებ რის მიხედვით არის აწეული დაწეული. არ ვიცი, კოვიდის დროს რო მაგრად გულაობდნენ და მაგარი მოგებანახეს მაღაზიებმა და ყველამ და ყველაფერმა მაგას ლაპარაკი არ უნდა, ფასებს აუწიეს, უნდა მოსოთ და აუწიეს. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე გაიმდიდრეს ჯიბეები ძალიან ბევრმა. კაი გავიარეთ კოვიდი რაც იყო, კაი ხა მაგას ახაც კოვიდია. რა ღირს ხალხო ყველი, აი ჩვეულებრივი ყველი რა ღირს. მითხარით. 20 ლარი თუ იშოვე იმერული, დავით 15-13 თუ არის დამიწერეთ. ნორმალური ყველაზე მაგ საუბარი, ახლა ფხვნილიანი ყველი 13 წლის. ოღონდ აი ეს ნორმალურია, აი ყველი თუ არა, ეგ რამდენად ნორმალურია, მაგი კაცმა არ იცის ოღონდ, თუ ძალიან შინაურმა არ გითხრა, ძალიან. ერთადერთი ვისაც ვენდობი, ერთი რამდენიმე ადამიანია, ისიც ჩემთან სოფელში და ერთ-ერთია კიდე ჩემი დეიდაშვილის დედამთილი. და ნუ ჩემი დედამთილი და ახლა ჩემ დედამთილმაც როხა გაყიდა და ნუ ეგაბავი დამთავრდა, მაგრამ ზოგადად ვისაც ვენდობოდეს ყველის ამბავში რა. ნუ ჩემი დედამთილის ყველია ფანტასტიკური. და ზუსტად რო იცოდი, რომ აი სუფთა ყველი იყო და არა რაღაცა რო ურევენ გაურკვეველ რაღაცებს. ხო და რა ფასები აქვს პოსტა, რა ფასები აქვს. სულ გუნზე აღარც ვისაუბროთ. აი შებოლილი სულგუნი მაგალითად ძალიან მიყვარს და ვგიჟდები შებოლის სულგუნზე. და მოვიტყუები რა თქმა უნდა და თვალებში ნაცარ შევაყრი ვინმეს რო ვთქვა ეხლა რომ აი ისე მიჭის რომ სულგუნს ვერ ვიყიდი შებოლის, მოვიტყუები. მაგრამ ეხლა ნახეთ. შებოლილი სულგუნი რო ვიყიდო მე. მაგალითად იმდენად პრიორიტეტულია სხვა რამ შევიძინო მე ის სხვა საკვები რომ აი შებოლის სულგუნამდე ვეღარ მივდივარ. თორე განა ვერ ვიყიდი, აი ხლა პატარებიც იყიდება, დაწნულებს სულყიდულობაც. მეორენაირი. მაგრამ ფიქრობ ხოლმე რომ აი მოიცა ის რომ ვიყიდო ის რჯობია, ხა წერა სულგუნი იმერული ყველი მიჩვენი შევჭამ. სულგუნიც მიყვარს ოღონდ ძალიან. მაგრამ მარიკოსთვის უფრო ესე იმერული, უფრო რაღაცებს ჩაუხეხო და რაღაცე. იქ პარმეზანებზე ხო ლაპარაკი არც ამაქვს. რაღაცეებზე, ფიფაფუზე. სხვადასხვანაირ ყოლებს ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ზოგადად მე შენ და ვიღაცაზე ხო არ არის აქ საუბარი. საერთოდ რო ავიღოთ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ყველი კი არა ხალხი პურსებს ყიდულობს ახლა. პურის ფასის მიფრინავ, სადამდეავა ვერ გეტყვით. ალბათ ცოტა ხანში 2 ლარი გახდება, რა ვიცი. არც ეგ არ გამიკვირდება 2 ლარი რო გახდეს პური. არაფერი გამიკვირდება, ესეც ვირდება ყველაფერი. მერე აი
აი სულგუნი იყიდო, ფიქრო მოიცა რა მაგაში ხურცაც კი ვიყიდი, ცოტას კაცო მირჩევნია გავაკეთებ რაღაცა, რომ საერთო იყოს, რომ ყველა მიირთვას. იმიტომ რომ ხა მაგალითად ჩემოჯახშება სულგუნი რაღაცა მარი მიირთვას, ხო? და უზრუნველად ყიდვა სხვა რამეა. აი წავედი მაგალითად ვიყიდე სულგუნი, გაუდა რაღაცები, რა ვიცი, რამდენიმე სახეობის ყველი, ეს უკვე ფუფუნება. ეგ არის ფუფუნება ხალხო. რა ის გაუდა? ფუფუნება. რაღაცებს რო ყიდულობ ხოლმე, ხო? სულ მაგ გათვლილი, რომ რაღაცა ისეთი არ იყოს, მე გაუთვალისწინებელი, ანუ ეხლა რაღაცა სულელურ რაღაცებს რო ყიდულობ, მაგაზე მაგ საუბარი. მაგრამ ის ხომ მჭირდება, ხო? მე იმ მომენტში მე მჭირდება ის იმ მომენტში. ვითომ აქედან სულელურ რაღაცებია, მაგრამ საჭიროა. ესე იგი, რო ყიდულობ იმ მომენტში შეხო გჭირდება. რომელ ერთს უნდა გაწოდე ადამიანი, ყველაფერი გაძვირდა. თორე განა არ მუშაობდა, განა არ გაქვს ხებას, მაგრამ ვერ წოდება, იმიტომ რომ უაზროდ გაიბერა ყველაფრის ფასები. დავით რატო ყარსო ხალხიო? ვეღარ ყიდულობს ხალხი დეზადორანტს. ძალიან გაძვირდა. ჰაი, დილა მშვიდობისა მეგობრებო. გაგანია საბურთალოდან. რაოდე? ლამჭამიო, ვერაფერი. ას კომპიუტერს არ გიყიდი. ხო. დარზე ბალეტკებსო. ბალეტკები არა, და პუანტი ქვია, პუანტი. დასპეკე. ბალეტის ფეხსაცმელი უნდა ვყიდოთ დღეს. სამსახურის მერე უნდა გავიქცეთ ვокзалზე. ბალეტის კაბა აქვს აჩუქეს და უნდა ვყიდოთ ზე ჩასაცმელი. ბატონო. ხო. რა თქმა უნდა. გუშინ კარატის პედაგოგმა კარატის ფორმა აჩუქა და აქედანაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. ძალიან გამიხარდა. რა ფულიო, ხო არ გაგიჟდიო, ჩემი საჩუქარო და ძალიან შემცხვა რაღა დაგიმალოთ. ძალიან დიდი მადლობა. ესე რომ ჩემი გოგო გუშინ კარატის ფორმით ვარჯიშობდა და სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს, იმიტომ რომ ანუ ვერ მოვახერხე. ჩემ ბავშვებსაც ბალეტი ეწყებოდა და ვერ მომიხერხდა რომ მენახა და შემდეგ აკეთებდი აუცილებლად ვნახავ. როგორი კაი გზა გვაქვს. ხვალიდან წვიმებს აცხად. როგორც იქნა გუშინ გადმოვწერე ჩემი უბნის მარშრუტკის ხაზი სადადის ხოლმე. რომ ძალიან ადრე არ გავიდე ხოლმე თუნდაც სახლიდან. ხო და დღეს ზუსტად ფაქტობრივად კარებში შევეჭიხეთ ერთმანეთს მე და მარშრუტკა. დღეს მეთოდისტი მოდის. მზად უნდა ვიყოთ. ეს გეგმები უნდა იყოს დაწერილი, ასევე რეფლექსიები და ყველაფერი მოკლედ ვისაც როგორ გვესმის და ვიცით როგორ შეგვიძლია და აღვიქვამთ. მეთოდისტი რა თქმა უნდა იმიტომ მოდის რომ გვასწავლოს რაც ისე არ ვიცით, ისე ვერ დავწერეთ, ისე ვერ გავიგეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კუთხით პარასკევი ძალიან მძიმედ გვაქვს. თუმცა ის შეგრძნება რომ პარასკევია და დავიძინებთ, ეგ არის ვაუ, ბედნიერება. წამოდე, ჩემო შეყვარელო. ერთი ამის კარაკულის ისინი მაკლდა რა ქვია, შუბა და ჩანთები. როგორც შეამჩნევდით ვიდეოებში, ხშირ შემთხვევაში მე ვიღებ პორტრეტით, იმიტომ რომ ძალიან მომწონს პორტრეტის რეჟიმი. ფოტოებშიც, ვიდეოებშიც, ნუ აი ყოველთვის ძალიან მიყვარდა პორტრეტით გადაღებული ფოტოები, ვიდეოები, ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ, კარგია პორტრეტით გადაღებული? მე ძალიან მომწონს, თქვენი აზრით მაინტერესებს. ხალხო რამ სიმაღლე კორპუსი, აი ბოლო სართულზე ვინც ცხოვრობთ, როგორ გძინებთ ხალი?
მარიკოს უყიდე პონტები მიცკევიჩის მაღლა მეტროსთან ძალიან ახლოს, სამედიცინო მეტროსთან ძალიან ახლოს, ჩასახვევშივე იქვე არის ძალიან კარგი მაღაზია, სადაც აი 64-ია, ჩემი 64-ია. მიხოთ იმისა, რომ ამდენი წელი ავუვლიდი, ჩავუვლიდი, პირველად რატომღაც პირველად შევედი, ესე დამჭირდა და ამიტომ პრინციპში არასდროს არ მჭირდებოდა მსგავსი რაღაცების დათვალიერება და რომ დამჭირდა, ძალიან მიხარია რომ შევედი, იმიტომ რომ ისეთი სიამოვნება მივიღე, არის ულამაზესი მაღაზია. აი ჩემი სული ყვაოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისე გამიხარდა ამ ყველაფრის ხილვა და სიამოვნება მივიღე, საოცარი კონსულტანტი იყო და ძალიან ვისიამოვნე მოკლედ ამ მაღაზიას. ფიქრობდი ერთი მივწერო მეთქი, აბა დარჩნენ ბაღში, არ დარჩნენ, რა ქნეს მე. გაიზარდნენ. ხო. როგორ ახარ სისმარდეიდა? მაღლა ვარ, მაღლა. სისმა რა ხავა რა? როგორ ხარ? რა ვიცი, ძალიან გვიან მოვდივარ სახლში და. ხო, ხო. აი ეგ არის უთიერთობა სამის. არა უშავს არის რა. აი, კერძო უბანი. არის ურთიერთობა გენაცვალე. ცალი წინ და არ ვიცი საწავიღე, არა და მახსოვს გავრეცხე. შევიდე ვნახო. არც აქ არ არის. ვაი მოკავჭი, კვარი ეგ რო დამოყარგო. აი მე ხო არ გადამივარდა დაბლა. წავიდეთ ვნახოთ ზირს ხო არ ჩაგვივარდა სარეცხი. ვნახოთ ხო არ ჩაგვივარდა? არა. ძილშიც რო პოზა უკავია არ შემიძლია. ახლა კი სიხარულით გიზიარებთ მარიკოს ბალეტის გაკვეთას, აქ პონტები არაცვია, როგორც ხედავთ. ამ დღის შემდეგ შევუძინე, ზუსტად ეს დღე იყო, რომ გამოვიარეთ და უყიდე და ძალიან კმაყოფილია. ხო და გიჟდები სამწუხაროდ მუსიკით ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ დაიბლოკება. მაგრამ დამიჯერეთ ძალიან კარგი მუსიკა ჟღერს, ძალიანაც მინდა რომ ასე მთლიანობაში ნახოთ, მაგრამ არა უშავს. ვაიმე გიჟდები, შევიჭყიდე და შემოდი უმასობეთ და დავჯექი ჩუმად და ვუღებდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი ხალხო, მე ხო ყველაფერზე მეტირება, ყველაფერზე საერთოდ, რაც მარიკოს უკავშირდება და არა მხოლოდ ნუ მარიკოზე განსაკუთრებით არ ვიცი რაები მემართება, როცა ცეკვავს ძალიან საყვარელია. ვაიმე, იმდენი ვიცინე ხალხო, თან ხარხარებდი, თან ცრემლები მომდიოდა. ხო და მოკლედ არაჩვეულებრივი ბალერინა ყავთ, პედაგოგი, რომელიც მთელ გულს და სულს დებს, რომ პატარებს შეასწავლოს ის, რაც საჭიროა საბაზისო, რაც იწყება და შემდეგ კვეხია გაკვეთილიც ექნებათ, რასაც აუცილებლად რაღაც ადრეკადრებს შემოთავაზებთ. აი ხალხო, გადავწყვიტე ტრენდულად, მოვიქციო გვერდულად თმა, ისე როგორც ჩემი ნერვები და ჩემი ცხოვრება. როგორ ახართ ხალხო, მე ვერა ვარ კარგად, გადავიზეზე ეთყობა და ავიდა სიცხე მაღლა, მაგრამ მე ვერავინ ვერ შემაშინებს და მაგას რომ დაცხებ ციხს, ხო ეგრევე ჩამოვათრებ დაბლა, ახლა. ვისაცა უტკუნა ალამას გოგოებზე პრობლემა გაქვს, დაეყარეთ თქვენთა სალაპარაკობა. ხალხო, ერთი დღე ვერ ვიქნები ხასიაძე, ხო? ჩაგაფრინდებით ხახაში. და ამოგაცლით გლაც, გადავიკიდე ბეწზე და წავა დაგვისურნაში გადავყრი ხო? ხალხო, თქვენ რა გაქვთ მარტო სახელი და გვარი. ისიცა დედებსა და მამებსა უბადლოდით, თუ ეგეც არ გეკნებოდათ ხო? მოგეხსენებათ.
როდაკი ჭყეტიათ ეგ არაფერს თქმელი თვალები და დედა ეს რამ ხელა, დედა ის არის, დედა ის არის. ხალხო, თქვენ რო თქვენი ცხოვრება გხოდეთ, ახლა სხვა ბოდიში და ფეხებზე კიდიათ, ხო? ხალხო, მეტი საქმე არა გაქვთ, გაფიცებთ მამიდაშვილებს, ანა ოჯახი არა გაქვთ, ანა სახლი არა გაქვთ და ახლა მე ცხოვრებაზე არ მიყვარს ლაპარაკი, მოგეხსენებათ, მეზეზება ნერვები სხვაზე. ახლა მე შეიძლება რაღაცა ვთქვა, მაგრამ ხო რა როგორც არის, არ მიყვარს რა რაღაცა სხვაზე ლაპარაკი, მაგრამ ვინ ახარ დაუ? ვინ ახარ? აჰა, დადიხარ პოლიჯოქი. დაუბერავს ქარი, გადაგაგდებს, დაუბერავს აქეთ, გადმოგაგდებს, ხო? მე რო დავდივარ, ხო, ქარი კი არა, ქარის ხალი რო დამატყდეს, გავა როგორც სალი კლდე. ჯერ ისედაც მე ამაჟი ვარ და ღვთისაჩუქარი ვარ, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, ხო, აბა დააცქებთ რა ტრენდულად გავიკეთე, ხო? აღარა მაქვს რა ნერვები რა. მოდი შემოგაფრინდით ხახაში და ამოგაცალეთ უკმა. ერთი კითხვა მაგორი არა, ერთი. როდი შემოგაფრინდით მაგუნამუსო ხახაში და ამოგაცალეთ უკმა და შევიგდე პირში. და ვღეჭი. მე მეტი არ ბერი მაინტერესებს. შეც მაგაპეგულდი. შევჭამე. ჰაი ხალხო, ახლა პრიჩო თქვენთვის დავიყენე და დავაცქედი და შევაშტედით როგორ იხდება. აქეთაც. აქეთ. ხო, მადლობა. ახლა დაიწყო სკოლა და აფთიაქში გაჩნდა დავამშვიდებლების რიგები. დედები ხალხო, ეგეთი არ ბერი გამიგია. ჩამწკრივებულები ბალღებით დგანან და დავამშვიდებლები იყიდო. კაი მამიდაშვილო, განათლების სისტემა მემაპატით, მაგრამ ანად კაცი შეცვალე, ანად კუცი შეცვალე, ყველა დედას ეზიზღება სკოლის დაწყება, ეს იგი. სკოლა რო იწყება, ხო? ნერვოპათოლოგს და ფსიქიატრს ემატებათ პაციენტები. უკანე, უკვე ხელში ამოვიდა, ხო? იმ დღეს დავჯექი ერთი მეთქი ჩემი მეზობლის ბალღია რა, ხო? მაგათაშვილი არა, არაფერი უყურია თავში, ვიცი. გიგეუდება ჯერ სკოლაში არ ულია და პირველად წავიდა. ხალხო ეგეთი არ მეგამიგია. ბალღი დადის სკოლაში, ერთ-ერთი მიუმატოთ მაგისტრის არის 7. რაღაცა ხასიათი აქვს, რა ხასიათი, ამიცი რაღაცნაირი, დედაირა. დავჭექი ჩემი განათლებული სახით და დავიწყე ვიზა. ეხა ამოცადის კითხვა. ხალხო, ვერაფერი ვერ გავიგე ახლა. ამბახთა ხო ვერ ვიტყოდი. აბა ქუდოდი თქვენი იმედი გვაგმეცა დედა. დედა მეცა, დედა. რო თქვენი იმედი გვაიმე დაო მე უთხარი, მეცა დავიკარგი ვეცაბულო. ეს ჩემთვის ათქვა. ვიტყვი ხუმრე რა. ვერ გავიგე ვერაფერი. ანა პუტირაშუაში იყო, ანა ჩიტი შეხტაო. დაფრინდა გავიგე, აფრინდა გავიგე, ჩიტები თუ ხტებოდი მე არ ვიცოდი, არ ვიცი ახლა. კატა გამიგია გადახდა და ჩიტი ხო? მამიდაშვილებს გიფიცებ მე ჯერ არ მინახავთ, ახლა მამიდაშვილებს გაფიცებ. სად გინახავთ? რომელი ჩიტი გინახავთ ხეზე რომ დახტოდეს? მე რაღაცაო. ისაო იმანა 5 ცალი შეჭამაო და ერთი 10 კაცი იყო ჩამოთვლილი. აბა იმანის რამდენი შეჭამაო, იმა რამდენი მოკბიჩაო. ვთხარი შვილო გამიღებდა ნერვოზი. ახლა მე თქვენ ხო იცით უბნის თვალი ვარ და კაცი ვარ და კუცი ვარ და ესა ვარ და ისა. მაგრამ ხო ერთი პირი ვიფიქრე მეთქი მოდი კალას გადავურეკო რა არის შეკაი მამიდაშვილო უთხრა ხო მე ვიფიქრე ხარ. ახლა კალას თავისი საქმე თავზე აყრია ახლა იქა ისა გასაკეთებელი აქა ეს აქ იქა კორპუსი და გადახედოს კაცმა იქა გზარო იგება და რვაჯერ ამოთხრია ვიღაცა და ვერ გაიგებ რაჭის ქუჩას იქა კალამ უნდა ჩაიყრედოს ახლა მოგიხსენებათ ხო და მეთქი ახლა მაღაზე როგორ შევაწო ხო მარა მეტი რა საქმე აქვს მე უთხრე დავრეკე ხო და იმადი პასუხა ვიღაცა ყადაზეზილი აი ნევროპათოლოგმა Hai. ხალხო ერთი მუკრძალებული კითხვათავა შემოვარდნილი. ისე ორი თავადა 7-ით, მაგრამ რა ვიცი. ერთი ხუბი პასუხი და ახლა 7 გაკლდათ. განახედე ტელევიზიებს ჩემი
ძალიან ისეთი რა, დაკვირვებული ულამაზესი თვალის გუგებით და ვირავინ ვერ ვიცანი ესა წარდგენილი დეპუტატები თუ ვიღაცები რო არიან რეგიონებში, უბნებში რაღაცა. ვინ არიან? საიდან მოვიდნენ? ხალხო, მე ხო შვიდი დიპლომი მიყიდია სახი. რა ჩარტამეტია ხო მეზობლის კედლებზე მაგ ჩამოკიდებული ხო ახლა რა გაფუჭდეს დებისგან რა ეკიდოს ახლა. ჩემ დიპლომზე უკეთესი რა უნდა დაკიდონ ხო? ვინ არიან არ ვიცი. ან რა დაუმთავრებიათ. ან რა გაკანებით არიან წარდგენილები. მიჩებანთი ანტანის არ ვიცი. არ ვიცი ვერცვენები. არაი ჩემი საქმე ხო? მარა ნახეთ არის. ყველა საქმე არის, მაგრამ ვინ გახედებს? ისე რომ ვთქვათ ხო? ხო და ამისეც უნდა დაუნეკო კალას რომ ვინ არიან არასახელი მთხაჭურბო და რაგვარი არა წარმომავლობა ხა. რა ვიცი. ვის აძლევთ ხმას ხო? აჩვენე შეთაჩვენ მაგათ ხმას არ მაღირსება რა. არ ვიცი რა იქნება. ვერ გეტყვით. მაგრამ საერთოდ მოვიცემა ჯერა. ვერ ვიცანი. ახლა ხულა მისცე ხალხო ვინმე. ვერ ვიცანი ვერც ერთი. ხო? ანა შეგვკრიბონდა პატიჟონ რესტორანში და გაჩალოს უფრა. ვიქეიფოთ რომ გავიგოთ ვინ არიან რა არიან რა უსწავლეთ რა დაუმთავრებიან. კრიჟანები. კაპიქს ვერ გააგდები. მე კალას უნდა დავუნეკო. და როგორი იდეა ხალხო ხერხული ხო არ არის. და პატიჟო რა უჭირს.